მადლობა მეგრელებს, რომ არსებობს კულინარიული შედევრი, ღომი და ხარჭო. როლიქში მოვიმარაგოთ ხომლის სუნელები და დავიწყოთ. ხომლის სუნელებში იპოვით ძალიან ბევრი კერძისთვის უკვე მზა სუნელს. ერთ-ერთი ასეთი მზა არის ხარჭოს სუნელი, რომელსაც მე დღეს გამოვიყენებ. როლიქში ხორცს დავჭირდა პირველ ნახარს გადაუქცევ. ასევე მჭირდება 2 ცალი განგაცლილი პომიდორი და წვრილად დაჭრილი ხახვი. ხორცის ნახარში გადავაქციე, გავრეცხე და სანახევროდ მოვხარშავ. ეხლა კი გავაკეთოთ ნიგზიანი მასა. კარგად დავაბლენდეროთ ერთად ნიგოზი, მარილი, ნიორი, ხარჭოს სუნელი და ხორცის ნახარში. ამასობაში ხორცი სანახევროდ მოიხარშა, ნახარში შევინახე, ხოლო ხორცს დავუმატე კარაქი და წვრილად დაჭრილი ხახვი, რომელსაც ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვთუშავ. როდესაც ხახვი მოითუშება, დავუმატებ დაჭრილ პომიდორს, კარგად გავასქელებ და დავადუღებთ პომიდორს და მხოლოდ ამის შემდეგ დავუმატებ ტომატ პასტას. ტომატ პასტის დამატებიდან დაახლოებით 5 წუთში ვუმატე ხორცის ნახარს, შემდეგ კი ნიგზიან მასას და კარგად გადაურევ. დაახლოებით 5-6 წუთი ჭირდება, რომ ნიგოზი მოიშუშოს და მზად არის. მადლობა ყურადღებისთვის.